რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით, მათ ვინც ახლა გვისმენთ, შეგახსენებთ რომ დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყველას მინდა გისურვოთ, დადებითი განწყობა, პოზიტიური, ახლა განსაკუთრებით გჭირდება. მე მინდა რომ მინდა გითხრათ რომ სიტყვა რომელსაც მე ხშირად ხმარობ, ეს არის მაგრამ. ძალიან აღიზიანებს ბევრს თავისთავად, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ მაგრამ რო არ იყო საერთოდ ვეღარ გავითარდებოდა ადამიანი. ხო ეს მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ გარკვეული წინააღმდეგობები რომელიც იქნება სამყაროს მიერ, ის არის ზუსტად იმისთვის, შეიძლება ხა არ გვსიამოვნებს, შეიძლება ზოგს კივილსაც აღენებს, მაგრამ ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, გავფრთხილდეთ კიდეც, რათა გავითარდეთ და უფრო მეტად დავიდეთ წინ. სხვანაირად ეხლა თუ ყველაფერი სხვა შეიძლება სტატისტიკაა საინტერესო. აღმოჩნდა რომ თურმე ყველაზე მეტი რაოდენობა თვითმკვლელობებისა აქვთ მილიარდერთა შვილებს. რატო? მაგრამ აღარ აქვთ სიტყვა. ანუ ყველაფერი აქვთ, ხო? ამიტომაც მაგრამ აუცილებელია, ამიტომ არ შეგეშინდეთ ამ სიტყვის პირიქით. დაუგდეთ ხური და ეცადეთ გამოვასწოროთ ის, რაც მოყვება ამ ჩემს მაგრამს. იმიტომ რომ დღეს მაგრამ გვექნება აუცილებლად. რატო? დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, გავითვალისწინოთ. ჩვენ ნელ-ნელა ვახლოვდებით 17 რიცხვს, რომელიც უკვე წარმოადგენს მზის დაბნელებას და იქ შევათ უკვე დერეფანში დაბნელებებისა. ამიტომ მსუბუქი პერიოდი ნამდვილად არ არის, მშვიდი პერიოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული. ამ რთულ პერიოდს უკეთესობისკენ წაიყვან თუ უარესობისკენ, ხო? აქ არჩევანში ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია. ეხლა რატანაცები გველოდება პირველ რიგში, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში, ესე იგი, ჯანმრთელობასაც მეტი გაფრთხილება უნდა, ურთიერთობებსაც, რომ აქ არ აყვეთ პროვოკაციებს, რაღაც შინაგან გაღიზიანებას, ხასიათცვალებადობას და სხვა ხელისშემშელ ფაქტორებს და გავითვალისწინოთ გეომაგნიტური დღეები. აი ახლა გვაქვს ზედიზედ, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. 3 დღე როცა არის ზედიზედ, ცოტა რთულია გადასატანად, განსაკუთრებით ეს უჭერთ ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც გულსიზარღვოვანი პრობლემები აქვს და ასე შემდგომ. ანუ ყურადღება აუცილებლად წნევას და ხმით უმეტეს თამლან კვირაში გაითვალისწინეთ, რომ იქნება ძალიან დიდი ცვლილებები ტემპერატურული, რაც ასევე ძალიან ძიმია. კონტრასტები გვაქვს ფაქტობრივად თელი 10 გრადუსი იქნება განსხვავება, ხო, სითბო, სიცივე. ამიტომაც ესე ძალიან მოქმედებს ადამიანთა ამ გულსიზარღვოვან სისტემას და წნევაზე და ამიტომ სათანადო პროფილაქტიკა. წამლებით, ყავით, ვის როგორ, ამის მიხედვით მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი. ეხლა ამისთან ერთად ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და მეოთხე დღეც გვაქვს გეომაგნიტური, ეს არის შაბათი დღე. ესე იგი ეს დღეები განსაკუთრებით ყურადღებით ვიღოთ. რაც შეეხება ხა სხვა მშვენ მოვლენებს, აი მაგალითად ხვალ რა ხდება სამშაბათს? სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოს ნიშანში. ანუ ეს ხო ვენერას თევზები? ძალიან. ესე იგი 6 მარტამდე იქნება იქ და რატოა კარგი? ხა თავის პლუსები აქვს, მინუსები, თავისთავად როგორც ყველაფერს, ხო? პლუსები დავიწყოთ, ესე იგი ძალიან ემოციური იქნება სიყვარული, ძალიან გრძნობი არის, ძალიან ყურადღებიანები გახდებიან პარტნიორები ერთმანეთის მიმართ, მოიმატებს ინტუიცია, მოიმატებს სენტიმენტალურობა, ცრემლები, რომანტიულობა, ფაქიზი ურთიერთობების დრო მოდის, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მერე უკვე რო გადავა 6-ის მერე ვერჩი, მერე იქნება პირდაპირ შუბში, ვინც რასაც ფიქრობს, იმას ეთქვის ყოველგვარი იმის დიპლომატიის გარეშე და ეხლა ძალიან რბილი ურთიერთობები შემოდის და აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ ნეგატივიც მოყვება ამას რა, ნეგატივი რა არის, ცოტა ტყუილების ალბათობა, მოიმატებს ცოტა ხარგადასული ფანტაზია, რომელიც შეიძლება ილუზიაში გადავიდეს და შემოკარგებო. მოდი ახლა ესე ვთქვა, ძალიან კარგია ეს რომანტიკული სიყვარული, მე მომხრე ვარ, მაგრამ პარტნიორს ნუაკერებთ ინტუიტივებს, რომელიც იმას არ აქვს, მაგრამ თქვენ გინდათ რომ ის ასეთი იყოს და ძალიან ნუალამაზებთ, თორემ მე ილუზიაში აღმოჩნდები და მიხვდებით რომ რეალობა სხვა არის და გული გეტკინებათ, ხო? აი ამ კუთხით ვიღოთ ყურადღებით, რომ თევზები ამ ტენდენციებს უწყობს ხელს. მაგრამ თლიანობაში ვენერას უყურია კარგია, იმიტომ რომ ძალიან ხსნის ადამიანში შემოქმედებით ნიც უნარს. აი მაგალითად, ვისაც უყვართ ცეკვა, ქორეოგრაფია, ხატვა, მუსიკა, პოეზია, აი მათი დროა. ეხლა მწერლებიც გაიფრჩნებიან, მოდი ასე ვთქვათ, საუკეთესო დროა შემოქმედებით ნიჭის და უნარის გამოსავლეთ. უფრო მეტიც, რწმენის ფაქტორი წარმოიწევს წინა პლანზე, ეს ხო რელიგიური ნიშანია, ხო? ამიტომ რწმენა, რელიგიური ფაქტორები, საქველმოქმედო აქციები, ეს ყველაფერი ერთიორად გაძლიერდება და წინა პლანზე წარმოიწევს. ამას იზავს აუცილებლად ვენერა და სხვაშორის ხელში უწყობს
რომ მეტი ფინანსების მოზიდვას პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების, საქველმოქმედო სფეროებში, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფეროებში, ინტერესი ადამიანებში გაიზრდება ეზოთერული, ოკულტური, კოსმიური საკითხებისა და კანონზომიერებებისადმი და ამის გარდა ტურიზმი, გაცილებით მეტად განვითარდება სასტუმროების ინდუსტრია, ბიზნესი, ასევე გარკვეულ ფინანსურ დივიდენდებს მიიღებს და ამიტომ ამ თვალსაზრისით ვენერა ძალიან კარგია. თევზებში ეს მისი ადგილია, სადაც მას უარს ყოფნა. მაგრამ კიდევ ერთი მშვენი მოვლენაა, რომელსაც გვერდს ავულით, იმიტომ რომ შაბათს უკვე დიდი კოსმიური მასწავლებელი, მე ესე უწოდებ მას. თუმცა ზოგიერთი უწოდებს სხვანაირად, ეს პლანეტა სატურნზეა საუბარი, თავარი დამსჯელი პლანეტა. ასეც არის ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს პლანეტა გვიქმნის რაღაც წინააღმდეგს, ბარიერებს, პრობლემებს და საინტერესებს, აბა შრომანების კომპონენტება შეუპოვრობა გექნებათ, მაშინ გადავახავთ ამ ბარიერებს. არა, იზარმაცებთ ის დაგჭირდა და უარეს პრობლემებს მოიტანს, აი ესეთია. ამიტომ ეს ბევრ ამას გვასწავლის, იმიტომ რომ ქნის გარკვეულ პრობლემებს. და ამ პრობლემების გადალახვით ადამიანი ვითარდება, თუმცა ეხლა ბევრს არ უარს ამ პრობლემების გადალახვა და ამიტომ სატურნს ვერ იტანენ. მაგრამ გვინდა არ გვინდა, სატურნე მნიშვნელოვანი პლანეტა და იგი გადადის შაბათიდან, ეხლა უკვე თითქმის 2028 წლის აპრილამდე. საკმაოდ დიდი ხნით ვერჩი. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ახალი პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური ლიდერები გამოჩნდნენ. და არ მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხო? რომ ეს უკვე საკმაოდ სერიოზულად იტყვიან თავის სიტყვას, იმიტომ რომ ვერც შეხდება. ვერც მოყავს ყოველთვის ძალიან ძლიერი ლიდერი. ეს ერთი. მეორეც ერთი, იქნება სხვა მოვლენებიც ზოგჯერ არასასიამოვნო, თუმცა მაგალითად იგივე დავუშვებ წერლობაში და ასე შემდეგ ფილმებში და შემდგომ უფრო მეტად იქნება წარმოსახვა ჰეროიკული ადამიანის ბუნებისა. აი რამდენად მებრძოლია იგი სულისკვეთებით, ხო? აი ეს ტენდენციები წამოიწევს წინაპლანზე, მაგრამ რაზოგადია სირთულეები იქნება, მაგალითად რა რელიგიური ან იდეოლოგიური ფანატიზმი. სამწუხაროდ გაძლიერდება, რაც შეიძლება მერე გადავიდეს გარკვეულ ურთიერთბრძოლაში. ომის ტენდენცია ვერ ვიტყვი, რომ ესე მსუბუქად იქნება ეს ამბავი, იმიტომ მე ყოველთვის ვიყავი მომხრე იმათი, ვინც ამბობდა, რომ 2028 წლამდე ომები არ დასრულდება და მე ეჭვება, რომ დასრულდეს პირდაპირ გეუბნები, თუნდაც იმიტომ, რომ სატურნი არის რთული პლანეტა საკმაოდ ომის ნიშანში, ანუ ვერჩი. და აი როცა ის უკვე აპრილიდან 28 წლისა გადავა გაცილებით უფრო მშვიდ და სტაბილურ კუროში, აი იქედან მე უკვე ველოდები. ომების დამშვიდებას, სამყაროს დამშვიდებას და ასე შემდგომ. უფრო მეტად. ამიტომ მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ვერძებისთვის ვერცაც ექნება რასკულა გარკვეული სირთულეები, რატო? იმიტომ რომ სატურნი თხისქას ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტა, ის ითხოვს ვერძისგან თხის ქისეული თვისებების წარმოჩენას, ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფა, მოთმინება, ფულის ყერათიანი ხარჯვა, ორგანიზებულობა, რაც ვერ ძალიან არ უღურს. ამიტომ ის ვერძები, რომელიც შეძლებენ ამ თვისებების გამოვლენას, რასკულა წავლენ წინ. მაშინ სატურნმა დააჯილდოებს და უფრო მეტად მისცემს კარიული წინსვლის პერსპექტივას, მაგრამ ვინც ამ ვერძებიდან ვერ გამოავლენს და იქნება უპასუხისმგებლო, ზარმაცი და უშუალოდ სულსტრაფი, მაშინ სირთულეები რასკულა ექნება მეტი, ხო? აი ეს მოვლენები პირველში უნდა გავითვალისწინოთ ამ კვირაში, თუმცა ის აღნიშნოთ, რომ საერთოდ დღევანდელი დღე ორშაბათი ამოწმებს მაგალითად ჩვენი შეთანხმების სიმტკიცეს, რამდენად თქვა მტკიცია შეთანხმება, ხოლო აი მაგალითად ისიც აღნიშნოთ, რომ აი კვირა ითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით ვისგან? კურო, თხისქა და ლომი. ამ სამ ნიშანს პატარა დეპრესიული ელემენტი შეიძლება გაუჩნდეს ამ დღეს. ამიტომ კარგი იქნება აქ ამ ბუნებასთან ურთიერთობა, ცოტა დასვენება სახლში. რომ აი ამ ფონზე რაღაც სახის პრობლემები არ დაუშვა და შესწავლებიც არ დაუშვათ. ეხლა რაც შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათ ტენდენციებს დავიწყოთ ვერძით. ესე იგი, რადგან დედამიწა ორობთ ენერგოველშია, ყველას აქ რაღაც წყალქვეშა ხელის შემშელი დინება ფაქტორი. ამას მერცეთ ყურადღება. თუმცა ვერძი მაგალითად ჯანს არ უჩივის. აქტიური ენერგიულია, ჯანმრთელია, მეტად კომუნიკაბილურია, მიმზიდველია, შარმიანია, ლიდერია, ნამდვილი და პასუხისმგებლობასაც შეუნებით იღებს საკუთარ თავზე. ცვლილებებისთვის მზად არის, რეფორმებისთვის მზად არის და ზუსტად ეს პერიოდი. ახალი იდეები, ახალი პროექტები, ახალი ურთიერთობები, შეიძლება ახალი მეგობრული წრეძველი ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანა, სერიოზული ტრანსფორმაციები მათ შორის, როგორც საქმეში, ასევე სამსახურში ვერძე, ამისთვის მზად არის და სხვა შორის არ იქნება ცუდი.
მაგრამ ის ადამიანები რომელიც შეეწინააღმდეგებიან მის ამ სურვილებს რეფორმებისა მათ შეიძლება ძალიან ულმობლად მოექცეს ეს ნიშანი ამიტომ აქ ვერძებს ცოტა ვთხოვ რომ აი ამ შემთხვევაში თუ კონფრონტაცია იქნა ცოტა მეტი დიპლომატია გამოავლინონ ტაქტი და არ გადავიდნენ სერიოზულ კონფლიქტებზე რისი ტენდენცია არის სამაგეროდ მზად იქნება ყოველთვის დახმარებისთვის მათთვის ვინც მიგვერდით არის მათ შორის შეიძლება იყოს მეგობრები შეიძლება იყოს ახლობლები აი აქ ვერძე იქნება საუკეთესო თქვენთვის დამხმარე მთლიანობაში კვირა კარგია ოღონდ მეორე ის ვინც არ ეთანხმება თქვენს აზრს ეს არ ნიშნავს რომ იმათ უნდა გაუსწორდეთ ხო აი აქ გამოხრივ იყო ცოტა ყურადღებით ხილად მე თუმცა სატურნი გადმოდის რა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და ცოტა მეტ მოთმინებას და თავდაჭერას ითხოვს თქვენგან რა შეეხება ახლა კუროს, აი კუროს ენერგოტონუსი ჯერ დაბალი აქვს. ყოველ შემთხვევაში უკვე შემდეგ კვირიდან ნელ-ნელა დაიწყებს უკვე აწევას და უკეთ იგზნობს თავს, უკვე მზის დაბნელების შემდგომ, მაგრამ ეხლა მაინც გავთხილდეს თავს, იმიტომ რომ ნერვულ სისტემაც ცოტა ნერვიულია, გაღიზიანებულია, პროვოკაციები შეიძლება ადვილად აყვეს, შესტოები შეიძლება ადვილად დაუშვას. ანუ თავის გრძნობს ისე რა, მოდი ასე თქვა, დაჭირდება მეტი დრო იმისთვის რომ დახარჯული ენერგია აღადგინოს. ამიტომ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ, თუმცა შეიძლება გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდეს მის ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე, რადგან გარკვეული პრობლემები შეიძლება შეექმნას როგორც ფინანსური, ასევე საქმიანი და შემდგომ, ეს ხელშეუწყობს ჩაფიქრებას. რაზე? გადახედვას, ბევრი საკითხისა, ბევრი ურთიერთობების. ამიტომ ერთ მხრივ ძალიან კარგია. იმიტომ რომ ტრანსფორმაციის პერიოდია კუროს, აი ამ სიზნელებმა, სირთულეებმა, სხვების მხრიდან შეიძლება მოტყუებამ და ასე შემდგომ, ბევრ რაღაცაზე აუხილოს თვალი და აბსოლუტურად შეცვალოს თავის სოხედულობა ამა თუ იმ მოვლენის ან ადამიანის მიმართ. რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შეუწყობს ხელს ვიმეორებ აბსოლუტურად სხვა კუთხიდან დანახვას მოვლენებისა და მე უკვე ნაკლები შეცდომებით დაშვებას. ამიტომ ამას თავისი დადებითი აქვს. მაგრამ პროფესიონალური კუთხით, განვითარების კუთხით პერიოდი ცუდი არ არის. თუ ამ კუთხით იქნება ასე ვთქვათ, შრომის უნარიანი, კარგი ურთიერთობები ექნება ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს ხელშეუწყობს მის პროფესიონალურ განვითარებას. და უკვე 18 რიცხვიდან უკვე დაეწყება სერიოზული აღმავლობის პერიოდი. კი ბატონო, ესე იგი სულ მაინტერესებდა და მინდოდა მეკითხა, რომ ამდენი კვირის პროგნოზი გაქვთ მიწოდებული ჩვენი მსვენელისთვის და მაყურებლისთვის ალბათ ვერ დავითვლით. და კუროსთან რომ მივდივართ, რადგან მზე თქვენი კუროშია და გინდა არ გინდა მაინც შემოდის ეს სუბიექტურობა. როგორც ვთილობთ ხოლმე, რომ საკუთარი პროგნოზი ასტროლოგიური მიაწოდოთ აუდიტორიას. არა, იცი რა, ხშირად არის ეს რაღაცა პირადი მე ვითვალისწინებ უკვე გამოცდილება, იცი რა, დათო გამოცდილება ნიშნავს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მაგალითად მე საკუთარ თავს უყურებდი და ამის მიხედვით მსჯელობდი კიდეც დამოტებით. მე დავინახე ისეთი ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მძიმედ გადიან ამ პერიოდს იგივე კუროები, მაგრამ დავინახე ესენი, ვინც უფრო მსუბუქადაც გადიან ჩემზე ამ პერიოდს, ანუ სხვადასხვა ფაქტორები მუშაობს. ამ დროს სოფხედულობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჯანია, ირგვლივ ყოფის სიტუაცია, ფენოტიპი და ეს ფსიქოტიპი, ყველაფერი მოქმედებს. ხო, ამიტომ ზოგი ასეთ პერიოდს უფრო ადვილად გადის, ზოგი უფრო რთულად. ამიტომ მე ერთჩვენად ეს გადავწყვიტე. როგორც არის, ესე უნდა ითქვას. ვინ როგორც მიიღებს, ეს უკვე მათი პრობლემაა, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ნუ რეალურად არის ესე პერიოდი რთულია, ხო? მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავაყოლო პერიოდი რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ახლა უნდა დაждდეთ და თქვათ რა უბედური ვარ. იმიტომ რომ მაშინ გაუშვებთ უბედურების ენერგიას კოსმოსში, რომელიც დაგიბრუნდება და კიდევ მეტად დაგიმძიმებთ. ყოველფას ამიტომ ყველას ვეუბნებ ბაჭოს კუროებს. ეხლა რა არის ამისთვის საჭირო? სასწორკვეთაგი არა. რთული პერიოდია, ხო? ცოტა მეტად გამოაძინე თავი. ცოტა მეტად დაისვენე, როგორც კი შესაძლებელი. ეს არის შესაძლებელი ფერ გააკეთოთ, ხო? მაგრამ აი ეცადეთ ამ პერიოდში მაგათად მოაწყოთ სასეონო ადამიანებთან. გინდათ პიკნიკი, გინდათ უბრალოდ პატარა სუფრა, იმხიარულოთ, კაი ღვინოც დალიოთ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და ცოტა ასე ვთქვათ, მოეფეროთ ერთ რატო? იმიტომ რომ დადებით აი მაგათ თუ არის ამე კონცერტები. აუცილებლად წადით, არ დაიზაროთ, იმიტომ რომ ეს ხო პოზიტიური ენერგია, რომელიც თქვენზე მოქმედებს და გაძლევთ იმ საცოცხლო ენერგიას, რაც ამ პერიოდში გაკლიათ, ხო? ბუნებასთან კონტაქტი მათ შორის. აი ესე გავიაროთ, მაგრამ სახლია თუ სამსახურია, მეზობელია, პროვოკაციაზე გაგებთ, რაღაც ისეც გეუბნება და შეიძლება ეს მოხდეს. რომ აი ნერვი, აი ამ დროს მოდი რა, შეისუნთქეთ, გამოისუნთქეთ. 4-ჯერ 4 დარტყმაზე პულსისა. ანუ შეიყვანა ჯერ ჟანგბადი, დამშვიდდება გონება და მერე ვპასუხეთ.
არ აყვეთ პროვოკაციებს. ამაზე თუ ამას ადამიანი აკეთებს და ამირწმუნეთ, ძალიან კარგად გაივლის ამ პერიოდს. და არ ექნება არანაირი პრობლემები. მაგრამ თუ არ აკეთებს და აყოლილი ამ თავის უხასიათობას და ასე შემდგომ, რასკველი ადვილად შეიძლება წამოეგოს ნებისმიერ პროვოკაციას. და ავათაც გახდეს ახლა როცა ვეუბნები რომ ერგოტონუსი დაბალი გაქვს, შეიძლება ვაყოლებ რომ თბილად ჩაიცვით. ზოგს ეს აღიზიანებს, ესეც მინდა გითხრა, ხო? ხო, მაგრამ აი, როდესაც აწვდი 12-ვე ნიშანს, თუ მეტნაკლებად ინარჩუნებ ამ რაღაცა ცივ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას, იმიტომ რომ საქმე არ დააზიანო, არ იყოს ვთქვათ ემოციური, ხო? ეს კონკრეტული ამბავი, რომელსაც აწვდი, რაც შეიძლება გათამაშდეს. მაგრამ როდესაც საქმე მიდის შენს ნიშანთან, უნდა დარჩე, ისეთივე უნდა დარჩე. ისეთივე დისტანცირებული უნდა იყოს. არა, ეხა ეს იგივე, ახლა მაგით შერო პედაგოგი იყო, ხო? და ყავს 12 ზოდიაქო დაუშვათ კლასში, ხო? რა უფლება გაქვს შენ ზოდიაქოს მიმართ იყო უფრო მეტად ასე ვთქვათ, მობიერი ვიდრე სვის მიმართ, იმიტომ რომ შენია. ეს არის ყველა საშინელი ადამიანში, ეგოიზმი. ეს მე, ჩემი და ის არა, ის გარე. რას ამბობთ ხალხო? დააკვირდით როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზმი. ერთი უჯრედი მუშაობს მეორესთვის, მეორე მესამესთვის და როგორც კი რომელიმე ვარს ამბობს ამაზე ონკოლოგია იწყება სხეულში. ნახდეთ? ამიტომ ყველანი ჩემო კარგებო უნდა თანაბრად იყოს. აბსოლუტურად ჩავანდ მეც ვთილობ ესე რომ თუმცა ყველა ამ რო ეთახება ამაში. მაგალითად თევზები თვლიან რომ მე მათ ჩაგრო, იმიტომ რომ არასოდეს დრო არ რჩება. და ტყუპები ხა გველოდებიან, ვეღარ ითმენენ და გავაგრძელოთ. ხო, ეხლა რა შეეხება ჩემო კარგებო ტყუპები ჯანზეა, ენერგიულია, აქტიურია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, კარგი ორატორულია, ოპტიმისტია, ყველაფერი აქვს. კარგი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად. ჩვენ მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი პერიოდი არ არის ცუდი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რა, სულ სწრაფობას თქვენი მინუსი ამ პერიოდში და გულმავიწყობას. იმიტომ რომ აქ რაღაცეები შეიძლება დაგავიწყდეთ. რაღაცა დაპირდეთ, მე დაგავიწყდეთ, ან საბუთი დაგრჩეთ, ან გასაღები დატოვოთ სახლში, ამის შედეგად ცოტა სანერვიულო ამბები შეიძლება იყოს და ისეთ სიტუაციები შეიძლება შეიქმნას თქვენს ირგვლივ, როდესაც თქვენ მაგალითად გაქვთ სურვილი რომ რაღაც თქვენი ზოგიერთი პრობლემები, რომელიც შეიძლება გუცებს შეიქმნას. გადააბაროთ სხვას. აი სხვებმა შეიძლება ამაზე ძალიან დიდი რეაქცია მოქცენ და ამა გამოიწვევს კიდევ დამატებითი კონფლიქტები. აი ამ კუთხით ვიღოთ ცოტა ყურადღებით. გერჩხებებო, პერიოდი ცოტა რთულია, იმიტომ რომ 18-დან დაიწყება თქვენი დრო, მაგრამ იქამდე ხა ცოტა ყურადღებით იმუნიტეტი დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა, მეტად იჩენს თავს ხასიათვალებადობას და ერთად და შეიძლება რაღაც ესეთი არასასიამოვნო ზოგჯერ მოვლენებიც მოხდეს, რომელშიც თქვენ შეიძლება იყოთ ჩართული. და აქედან გამომდინარე, პლუს კიდევ შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ, რასაც ხვები მომენტალურად შეადგობენ. და ეს უკვე გახდება მათი მხრიდან მერე თქვენი კრიტიკის საბაბი, რაც გახდება თავის მხრივ უკვე თქვენი გაღიზიანების ერთ-ერთი ფაქტორი. ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და დაელოდეთ 18 რიცხვიდან დაიწყება გაცილებით უკეთესი პერიოდი. რაც შეეხება ლომებს, აქტიური ენერგიულია, ჯანზია, რო თქვენ კონტაქტურია, ბევრი პერსპექტივაც აქვს ასკეთო, მაგრამ აი ეს მაგრამ რას გველი არის, მაგრამ არის რა? ეს არის პერიოდი, რომელშიც შეიძლება შეიქმნას პრობლემები პარტნიორებთან. ამიტომ გინდა ბიზნეს საქმე, ან გინდა სასწავლო პარტნიორებთან მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია. არავით არ აქვს გაღიზიანება კონფლიქტი, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობებს გაუარესებ, ეგრევე გაუარესებს თქვენს საქმიან შესაძლებლობებსაც, იმიტომ რომ ეს პერიოდი კარგია პარტნიორული კოლექტიური ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის და ამ მხრივ ნუ გავაფუჭებთ. ქალწულების ენერგოტონუსი დაბალია, სულ შრომობს ეს ნიშანი, მოგეხსენება და ვერ ჩერდება, მაგრამ ეხლა ცოტა უნდა გაჩერდეთ რისთვის. დაასვენოთ საკუთარი თავი მისცეთ ორგანიზმის დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება, რომელიც ახლა ნელა ხდება. ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი და ძალიან ვაერევით, იმიტომ რომ შეიძლება სამსახურში სიტუაცია აირევს. ახალი თანამშრომლები, ახალი ხელმძღვანელები, ახალი მეთოდოლოგია არის და შეიძლება მზად არ იყოთ უცებ და ამიტომ ამას შეიძლება ამოგაგდოთ კალაპოდიდან და ცოტა ერევი მოგიშოვოთ. აი თუ ესეთი რამ იქნა, მზად იყავით ცვლილებებისათვის. ამან არ უნდა ამოგაგდოთ კალაპოდიდან. შემდეგ კი რა გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორებს ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანია, მიმზიდველია და ასე შემდგომ. ამიტომ ბევრი რამ გამოსდის იდეების რეალიზაცია, შემოქმედებითი მუშაობა, ძალიან კარგი პერიოდია სასკოარულო კონტაქტებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის, შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს, მაგრამ სად არის ეს მაგრამ?
უცაბედი ხასიათცვალებადობა. შეიძლება ვერანაირ გაიგოს რა დაგემართათ და ამის შედეგად აი ესეთი მოულოდნელი ხასიათცვალებების გამო ხდებით გაურებული. ხან ერთი გინდათ, ხან მეორე და ამიტომ სწორად ვერ სახავთ თქვენს სამუშაო გეგმას. რამაც შეიძლება ასევე მოგავდოთ კალაპოტიდან თქვენს და თქვენი პარტნიორებიც. აი ამან შეიძლება ერთ-ერთი დაძაბულ სიტუაცია. მორიალ სიფრთხილე მართებს რატო? იმიტომ რომ ეგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი აქვს. პლუს ერთი მოვლენები შეიძლება მოხდეს მათ შორის სახლში, რამაც შეიძლება ძალიან დიდძლიერი გაღიზიანება გამოიწვიოს თქვენი მხრიდან და ამ პარტნიორული კონფლიქტები გამოიწვიოს და ამ მხრივ იყო ცოტა ტაქტიანი თავდაჭერლები და კიდევ ავანტიურისტი ადამიანების მოტმასნების დროა. ამიტომ ეცადეთ ფრთხილად, აი მით უმეტეს თუ შემოვლენ რაღაც ახალი წინადადებებით, რომელიც ასევე ფულთან ბიზნესთან ყველაფერი აწონდაწონეთ. ესე ადვიად ნოენდობით, თორმე საპნის ბუშტივით გასკდება ის პერსპექტივა, რომელიც შეიძლება მათ დახატონ. შილდოსნებს ჯანი მაღალდონეზე აქვს აქტიური ენერგიული ინიციატივიან ლიდერი, ოპტიმისტია, ბევრი რამ გამოსდის, მაგრამ სულ სწრაფია. შეცდომებს უშვებს, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს ფინანსური ზედმეტი ხარჯის წინაშე. ამიტომ ეხლა ფინანსურ ზედმეტ დანახარჯს მაქსიმალურად მოვერიდოთ. თუმცა ფულის მოპოვების შესაძლებლობა არის, მაგრამ ზედმეტი ხარჯი არა, იგივე ეხება თხის გაზს. თხის გაზსაც შეიძლება ეხლა ადრეული საქმეებიდან მოვიდოს დივიდენდები, მაგრამ აუცილებლად პარტნიორების მხრიდან, როგორც საქმეებიდან, ასევე სასკვალო პარტნიორების მხრიდან იქნება ინიციირება ამ ფულის უაზრო დახარჯვისა, მათ შორის არასწორი კაპიტალდაბანდების ინვესტიციების სახით და დარჩებით ნულზე. ამიტომ 18 რიცხვამდე ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოვერიდოთ, ჯანმრთელობასაც ცოტა გავფრთხილდეთ. მერე უკვე თქვენი დრო იწყება. რაც შეეხება მერწყულს, ყველაზე აქტიური ენერგიულია, წარმატებულია, იღბლიანია, ყველაფერი გამოსდის ახლა მერწყულებო, თქვენი დროა, მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, მაგრამ სად არის პრობლემა? უცაბედი ხასიათცვალებადობა თქვენ ცხოვრებაში. რამაც შეიძლება ასევე გამოიწვიოს გაუცება, იმიტომ რომ ეს ცვლის თქვენს სურვილებს. დილით ერთს ამბობთ, შუა დღეზე უკვე სხვა გინდათ, ხო? მზად არ არის ვიტყვი ყოფი პარტნიორი ან საზოგადოება ამისთვის, რამაც შეიძლება არ მარტო გაუცება, რომ ტახშფოთება გამოიწვიოს მათი მხრიდან და ამან შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები. პლუს ფულის უყარათო ხარჯვისადმი ვიდრეკილება მოთხოვს. ამას მეაქცეთ ყურადღება და თავზებო. ყველაზე რთული პერიოდია დაბადების წინა ზონა. ესე იგი მაქსიმუმ 18 რიცხვამდე. არაფერი ახალი სარისკო არ დაიწყოთ, მინიმუმამდე შეამცირეთ თქვენი კონტაქტები, ფარუმტრებს, ჭორებს, ინტრიგებს არ ძინავთ, გახსოვდეთ და ენას კბელი დააჭირეთ. შვიდად გავიაროთ მოდით ეს პერიოდი, არანაირ კონფლიქტებს და პროვოკაციებს არ აყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დაგჭირთ. 18-დან დაიწყება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. კი ბატონო, ეს იყო კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებული, ესე იგი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა გავიგეთ ის, რომ არის დედამიწა უარყოფით ენერგოველში და სიფრთხილე გმართებს, რომ მაგნიტური დღეები ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ და რომ ესე იგი მალე თევზებს ეშველება და ზოგადად ყველას, იმიტომ რომ მოვა ეს ჩვენი პოზიტიური პერიოდი და გაზაფხულიც მათ შორის. მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენით მან შევხვდებით ამ ფორმატში მომდევნო ორშაბათს.